ყველას გაუგია, რომ ბრეკეტებით შეიძლება კბილების გასწორება, თუმცა როგორი ბრეკეტები არსებობს, ან სხვა რა მეთოდები არსებობს, ამის გარშემო ძალიან ბევრი ინფორმაცია არ აქვს. შესაბამისად, გადავიღე ეს ვიდეო, რომ უფრო ფართოდ გავშალოთ ეს თემა, ვისაუბროთ და გავერკვეთ სხვადასხვა სახეობებში. ყველაზე გავრცელებული არის მეტალის ბრეკეტი, რომელიც კბილებზე გარეთ ამხრიდან ფიქსირდება. მეტალის ბრეკეტი ყველაზე მეტად გავრცელებული, იმიტომ რომ ძალიან მოხერხებული და კარგი სისტემა ძალიან დიდი ხანი არსებობს, ასეც ხელმისაწვდომი აქვს შედარებით. ასევე არსებობს გამჭვირვალე და თეთრი ბრეკეტები, კერამიკის და საფირის ბრეკეტები, ეს მეტალის ბრეკეტისგან მასალით განსხვავდება მხოლოდ და ასევე მათი გამოყენების დროს რეზინაც, ანუ ლიგატურაც არის ან გამჭვირვალე, ან თეთრი და რკალიც არის დაფერილი. თუმცა მინუსებიდან აქ უნდა აღინიშნოს, რომ რკალს გარკვეული პერიოდის მერე ფერი გადასდის და ხდება მეტალის ფერი, ალაგ-ალაგ. უნდა აღინიშნოს ასევე ფასი, როგორც წესი, უფრო ძვირად ღირებულია ვიდრე მეტალის ბრეკეტი და მოტეხვის შემთხვევაში თუ ადამიანი ვერ უფრთხილდება, სათითაოდ ბრეკეტის ფიქსაციაც უფრო ძვირი ხდება. რაც შეეხება ძალის განაწილებას, თუ ბრეკეტი კარგი ხარისხის არის, კერამიკის და საფირის ბრეკეტს გულისხმობ, ძალიან კარგად მუშაობს და შედეგები არაჩვეულებრივი გვაქვს. თუ ცუდი ხარისხის არის, შესაბამისად არც მეტალის ბრეკეტი არის რეკომენდირებული ესეთი და არც რომელიმე სხვა. ასევე მიმაგრების მიხედვით არსებობს ლინგვალური ბრეკეტი, ანუ ბრეკეტი, რომელიც კბილების შიდა მხარეს არის ფიქსირებული. პლუსებიდან უნდა აღინიშნოს ესთეტიკა, გარედან არაფერი ჩანს, თუმცა მინუსებიდან აღსანიშნავია ამ ბრეკეტის ღირებულება, მეორე დისკომფორტი, რომელსაც ის იწვევს, შიგნითა მხრიდან ცოტა რთული შესაძლებლობელია და მესამე სიზუსტე, ჩემი სუბიექტური აზრია და მაინც ვფიქრობ და პრაქტიკიდან გამომდინარე, ვესტიბულური ბრეკეტი ცოტა უფრო ზუსტი არის. რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მეთოდს, რომელიც ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდში და ბევრ ადამიანს მოსწონს. ეს არის კაპებით კბილების გასწორება. რა თქმა უნდა ესთეტურია, რა თქმა უნდა კომფორტულია. კვების დროს მას ვიხსნით გემრიელად ვიკვებებით, გახიხვის დროსაც ვიხსნით და კარგად ვღეხავთ კბილებს. ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტი ითხოვს კბილების გათეთრებას და შემდეგ ამ კაპების გამოყენებას, ანუ ეს კიდევ ერთი დამატებითი პლუსი, იმიტომ რომ ბრეკეტებამდე და ბრეკეტების დროს კბილებს რა თქმა უნდა არ ვათეთრებთ. თუმცა წმენდას რა თქმა უნდა ვატარებთ. წმენდა და გათეთრებას ორი განსხვავებული პროცესია. რაც შეეხება შედეგს, წინასწარ არის გამოთვლილი, ესე ვთქვა და პაციენტმა წინასწარიც რა შედეგი ექნება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბადაც არის წინასწარ პროგნოზირებული. მინუსებიდან რა თქმა უნდა მოხდებოდით, რომ ეს არის ღირებულება მეტალის ბრეკეტებზე. სამჯერ ან ზოგ შემთხვევაში 4-ჯერ უფრო ძვირია, თუმცა ეს ბუნებრივიც არის კომფორტიდან და ვიზუალიდან გამომდინარე. ძალიან რთული პროცესია კაპების დამზადება, არ ვფიქრობ, რომ ერთი კაპაა და ეს მთელ მკურნალობაზე მხოლოდ ერთ კაპას ვიყენებთ. რაც შეეხება კაპების დამზადებას, ეს პროცესი ძალიან რთული და მრავალეტაპიანია. აქედან გამომდინარეობს მისი ფასი. მოკლედ რომ გითხრათ, ჯერ ხდება დიაგნოსტიკა, როგორც მკურნალი ექიმის მიერ, ისე იმ ლაბორატორიის მიერ, სადაც ეს მზადდება, ზოგ შემთხვევაში საქართველოს, ზოგ შემთხვევაში ევროპაში და ასე შემდეგ. ხდება ზუსტი დიაგნოზირება, მკურნალობის გეგმის შეთანხმება, მას შემდეგ რაც დიაგნოსტიკა ჩატარდება, მკურნალობის გეგმა დაზუსტდება და შეთანხმდება, ვიზუალიზაციაც გვაქვს პაციენტსაც ნანახი აქვს თანახმა მოსწონს და ამ ყველაფერს მერე იწყება ჯერ მოდელების დამზადება, ანუ კბილების დამზადება და ძალიან ბევრი გვჭირდება, იმიტომ რომ კაპით, ერთი კაპით დიდი მოძრაობები არ ხდება და ამიტომ ეტაპობრივად კბილი ძალიან მცირედი ნაწილით გადაინაცვლებს ხოლმე და შეიძლება მკურნალობის დროს 50-60 კაპა გახდეს საჭირო და კაპებიც მზადდება ცალ-ცალკე. შემდეგ ეს ყველაფერი მუშავდება საბოლოო სახით იღებს, გადის კონტროლს და მხოლოდ მას შემდეგ მოდის პაციენტთან. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტების საფასური შედის კაპის ღირებულებაში, შენარჩუნების საფასური შედის კაპის ღირებულებაში. ზოგი ლაბორატორია გვთავაზობს ასევე გარანტიას, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პაციენტმა რეტენციის პერიოდი დაარღვია და აირია კბილები, ისინი დამატებით კაპებს დაამზადებენ დამატებითი ღირებულების გარეშე. აქ ერთ პრობლემურ საკითხს შევეხები, პაციენტი მუდმივად კითხულობს, რა ღირს კაპებით კბილების გასწორება. არ ვიცით მეგობრებო, ეს არის ინდივიდუალური, რაც უფრო რთულია მდგომარეობა, მით მეტი კაპაა საჭირო და შესაბამისად ღირებულებაც უფრო მაღალია, რაც უფრო მარტივია მდგომარეობა, მით ნაკლები კაპა გვჭირდება და შესაბამისად ღირებულებაც ნაკლებია. სასურველია კონსულტაციაზე მობრძანება პირველ რიგში ექიმი ორთოდონტი შეაფასებს თქვენ მდგომარეობას და მაგის მიხედვით მიახლოებით რაღაცა ღირებულებას გეუბნებათ. ჩვენ კლინიკაში კონსულტაცია უფასო გვაქვს. თუ ჩაწერა მოგინდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე, სიამოვნებით გაგეცათ კონსულტაციას და თუ სტომატოლოგია, ორთოდონტია და მსგავსი თემები გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ გვერდი. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად.